ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესის შენელების შესახებ წარმოქმნილი აჟიოტაჟი სიმართლეს არ შეესაბამება. განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელმაც დღეს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამა. ელგუჯა ხოყრიშვილის განცხადებით 2013 წელს ბიუჯეტის შესრულებამ წინა წლის მაჩვენებელს 133 მილიონი ლარით გადააჭარბა. მისივე თქმით, დაწყებულია ახალ პროექტებზე მუშაობაც და ამ მიზნით დონორებისგან $300 მილიონ მეტი დაფინანსება მიღებულია. ამ წელს დაგეგმილი გვაქვს გავხსნათ მინიმუმ 31 კილომეტრი ჩხაროსნული ავტომაგისტრალი, პარალელურად მიმდინარეობს 140 კილომეტრზე სამუშაოები. აქედან გამომდინარე, რაც შეეხება პროგრესს, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. არინარჩენების კუთხით ჩვენ ძალიან ახალი თანამედროვე მიდგომებით 6 ნაგავსაყრელის მოწესრიგება მოვახერხეთ.